ძალიან ცუდი კაცია პრეზიდენტი ტრამპი. პრეზიდენტი ტრამპი არის სუსტი. პრეზიდენტი ტრამპი არის უსუსტესი, ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, აი მსოფლიოს გარშემოც, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერში შეერთებულ შტატებშიც უშუალოდ ბრიტანეთშიც, ევროპის კონტინენტზეც, აზიის ნებისმიერ სახელმწიფოშიც, ავსტრალიაშიც, სამხრეთ ამერიკის რომელიმე ქვეყანაშიც, საქართველოშიც, სომხეთშიც, რუსეთშიც, აფრიკის კონტინენტის ნებისმიერ ქვეყანაშიც კი მაგარი ალბათობით კი არა ნამდვილად გაიგონებდით ამას, გაიგებდით ამას. ეხლა ვის რა мотиваცია ჰქონდა, ვისაც საფუძველი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცუდ პრეზიდენტად მოეხსენიებინა, ხო შეფასებინა როგორც ცუდი პრეზიდენტი, ეს ცალკე ამბავია, უკრაინაშიც გაიგონებდით, განა არა. იძლეოდა თუ არა ტრამპი ამის თქმის საფუძველს და ეხლა ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი, რომ ბაიდენისაგან სრულიად 180 ლამის გრადუსით განსხვავებული პრეზიდენტი ტრამპი მისი პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე იმისადა გამო რომ ჰქონდა მას ერთგვარად ამბივალენტური არა ბოლომდე არ ჩამოყალიბებული ჩვენ რომ არ მოგწონს ისეთი პოზიციები პირველ ყოვლისა უკრაინასთან მიმართებაში ხო ამგვარი შეფასების სიტყვის მასზე სიტყვის თქმის უფლებას იძლეოდა და დღესაც განა არა ბევრი აგრძელებს მის კრიტიკას არა მხოლოდ საქართველოში არა მხოლოდ ქართველთაგან არამედ უცხოეთშიც დასავლეთშიც უკრაინაშიც და ასე შემდეგ ბევრი მას მიიჩნევს აბსოლუტურად უუნარო მხოლოდ სიტყვის მთქმელ პრეზიდენტად. აბა მაგალითად ილარიონოვი როა, ხო? ის ილარიონოვი მან ამბობს, რომ აი ერთი საქმე მანახეთო, გავიგერო სიტყვებს ამბობს, მაგრამ საქმე მანახეთო, აი ბაიდენმა ეს მაინც გააკეთაო. აი ეს ორი საქმე მაინც გააკეთაო, სამიო, სადღაც უჭირდა, სადღაც უხინდა, მაგრამ ტრამპ მარტო სიტყვებს ამბობს. თლად ესე არ არის საქმე. თლად გულახდილნი თუ ვიქნებით, ტრამპის საქმეზეც გადასულია, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვაოცებს არასდროს ყოველდღიურად წარს დგება ხო წარბოს დგება ხოლმე მედიის წინაშე და ამბობს იმას რასაც ამბობს. აი ეხა ბოლო თქმულთაგან პრეზიდენტი ტრამპისა ეხა სხვანაირად ვიტყვი. საქართველოს ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ხო კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი იქნება. გაიმარჯვებს თუ არა გაიმარჯვებს. ეს იქნება თუ არა ფსევდოგამარჯვება იქნება. დინარაძეს უნდოდა თუ არა რომ კალაძე ჩაეჩოჩებინათ. უნდოდა, რა თქმა უნდა. დინარაძეს უნდოდა თუ არა ჩვენი ინფორმაციით, მოდი ასე ვიტყვი და ანალიზითაც, რომ თავად ყოფილიყო დედაქალაქის მერი, უნდოდა. ელოდნენ თუ არა ესენი ბიზინა ივანიშვილის პასუხს, ყველანი ეს ბანდიტები. ელოდნენ. ბიზინა ივანიშვილმა მაინც კალაძეზე შეაჩერა ჩანს ყურადღება, მაინც კალაძეზე დებს ფსონს, ოღონდ კალაძე ფული უნდა მოიტანოს. ხო? ასია. მაღალი ალბათობით ჩანს სწორედაც რომ ისევ კალაძეზე და არა მდინარეზე, ანუ ბოლომდე არ გააბლატავა კალაძე კი არა, კობახიძის კლანი ბიზინა ივანიშვილმა. იქ დიდი ამბებია ღარიბაშვილთან მიმართებაში, დიდი ამბებია ლილუაშვილთან, გომელაურთან, რიჟვაზესთან, რომეო მიქაუტაძესთან, ჯუან შერბურჭულაძესთან, მოადგილე, არა მოადგილე, კორუფცია, საშინელებები. მაგრამ ამბავიც ის არის, ჩემოს ვირფასებო, რომ ჩვენ გარშემო რა პროცესების მიმდინარეობს, იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, იმაზეც რომ კარგად გავიგოთ ჩვენში მიმდინარე პროცესები, ჩასასმელი ამ გარშემო მიმდინარე პროცესებში, ხო ამბებში, ხო? რატომ არის სხვა კუთხითაც განსახილველი? ამიტომ კალაძემდე ნუ დამიყვანთ ამჯერად მაინც. მერის თანამდებობის იქით მას გზა არ ჰქონია. ახლა ვისაუბროთ და რაღა ვისაუბროთ უფრო ზუსტი რომ იყო ტრამპზე, კვლავ ვიტყვი, იყო თუ არა ტრამპი საკრიტიკო. ტრამპს დავუბრუნდით. ტრამპმა თქვა რომ 50 დღეო აღარ დავიცდიო. დამთავრდაო. არა მაქვს იმედი რომ პუტინი რამე გადაწყვეტილებას შეცვლის თუნდაც 50 დღის თავზე და აქედან გამომდინარე მე ამ სანქციებს და რუსეთს და იმ ქვეყნებს რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან ნავთობითა და გაზით ტარიფების დაწესებას გულისხმობს
დავაკისრებ გაცილებით მანამდე 10-12 დღეშიო. პესკოვი იქნებოდა, რომ არ გამომტყრალიყო. პესკოვმა თქვა, ტრამპის განცხადების მიუხედავად, რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციას თავის ინტერესების დასაცავად. დიახ, ღორებს საერთოდ აქვთ ეს თვისება, რომ რაღაცას რო თქლეფენ, პირდაპირ მნიშვნელობით ღორებს გულისხმობ. არ ჩერდებიან, იმიტომაც არიან ღორი, იმიტომაც არის ღორი, რომ მას მეტი და მეტი უნდა სანამ მუცელი არ ამოეყოლება და არ გაუსკდება მეთქი ასე ვიტყვი და მე მიწვენილია, მისავათებულია. ესენი ანუ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო, მისი თავისი არსით არის მტკვლეფავი სახელმწიფო. და პესკოვი იქნება თუ სხვა შემთხვევაში მედვედევი, ლავროვი იქნება თუ სხვა შემთხვევაში პუტინი, ხო? ესენი რასაც არ ამბობენ, ყველაფერი მტკვლეფავი ნათქვამი. მტკვლებს იმათი ნათქვამი. ესენი არ ჩერდებიან და პირველначальный რაღაც причины რაღაცა უკრაინის სპეცოპერაცია, აი ეს პირველადი მიზეზები უნდა აღმოფხრან, ხო, რატომაც დაიწყო ეს ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია SVO, ხო? ეს რა არის, რომ უკრაინა უნდა გაუქმდეს, ფორმალურად წერია, რომ უნდა მოხდეს დენაციფიკაცია. მაგრამ დებანდერიზაცია, მოდი ასე ვიტყვით, უგნებავთ, ხო, აი ჩემ ტერმინს შემოგთავაზეთ, მაგრამ რეალურად ეს არის უკრაინის გაუქმების მცდელობა. უკრაინა не должна существовать, აი ეს არის ამათი არსი. პაპუაშვილი ამათ რო უჭერს რუსებს რო უჭერს მხარს, ის არსებითად აწერს ხელს იმაზე, რომ უკრაინა როგორც ასეთი აღარ არსებობდეს და აღარ ითვალისწინებს კი არა გასაქანი არ ყოფნის თვალსაწიერი, ესე იყურება. პაპუაშვილი. აი ესე იყურება. ხედავთ ჩემ თვალს ენახეთ მოვიტანე. ხო, ესე არ იყურება პაპუაშვილი. და პაპუაშვილი კი არა ვიზინა ივანიშვილით დაავადებულნი, არც ერთი. რომ უკრაინა ემანდ რო არ მოხდება, მაგრამ ემანდ რომ გაუქმდეს საქართველოს ისე მიუქმდება, აღარ იარსებებს, გაკრება. ტრამპის განცხადების მიუხედავად გააგრძელებს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის თავის ინტერესების დასაცავად, ამბობს ეს ბანდიტი კაცი, ანუ პესკოვი. პესკოვის გარდა, სხვების პესკოვზე უფრო ჭყალებში სერიოზულები გამოწყდნენ კიდევ ერთხელ, მათ შორის ეს ლოთირუა მედვედევი. მედვედევმა თქვა ჩავსქროლოთ და თქვა ამგვარი რამ. რომ არც თქვენ და არც ტრამპს არ გაქვთ უფლება გვიკარნახოთ, როდის დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს უპასუხა ლინცი გრემს. მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენი სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. დაიწყეთ იმით, რომ ჯერ ამერიკაზე იზრუნეთ ბაბუებო. ამბობს ისა მედვედევი. თავის მხრივ ეს გააკეთა, ეს განცხადება მედვედევმა გააკეთა იმის პასუხად, რუსეთში მათ ვინც, ანუ ლინცი გრემის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ რუსეთში მათ ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არ უდგება რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლის ზღვის დასასრულს. ხო? თქვენ და თქვენი მომხმარებლები ნახავთ, რომ ძალიან წარეთ ხართ შემცდარდი. ძალიან მალე ნახავთ, რომ ჯო ბაიდენი კი აღარ მართავს შეერთებულ შტატებს. არამედ პრეზიდენტი ტრამპი დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ოღონდ არ მიდის ეს რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ მიდის, ვიდრე არ დაასრულებს ამ ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. რაც არ უნდა სუროთ გადაულოცონ და ხვალ რო უღიარონ ყირიმი მის ტერიტორიად, არ მიდის. ვიდრე 5 შესაძლოა 7 რეგიონსაც კი არ დაიპყრობს. მუცელ ამოუყორავი ქვეყანა, ამერიკელები ამას ხდებიან. ტრამპიც მიხვდა ამას და ის ტრამპი, რომელიც თებერვალში ამბივალენტური იყო რა, იანვარში მით უფრო, მარტში მით უფრო და ვაკრიტიკებდი და დღესაც აკრიტიკებენ განა არა მსოფლიოდან, პერსონალურად მეც ვაკრიტიკებდი. ხო, ჩემ დონეზე რა საკვირველია, პერსონალურად მე კრიტიკა შევწყვიტე გასული კი არა მიმდინარე წლის 26 აპრილიდან, როდესაც ბედად მოკვდა მეთქი ასე ვიტყვი, რომ ის პაპი 21-ში მიიცვალა. 26-ში იყო დაკრძალვა და ვატიკანში შეიკრიბა მთელი მსოფლიო და იქ განმარტოებული ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკისთან განმარტოების შემდეგ, რომ დაბრუნდა რა შეერთებულ შტატებში, ისეთი გახდა, როგორც მე მინდოდა, რომ ის ყოფილიყო წარმომედგინა და ილარიონოვნი თუ სხვები მართალნი არიან გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ტრამპი თუნდაც თავისი ქადილით და ქადნებებით, გაცილებით ქადნებებშიც კი უფრო კაცრ სერიოზული და არასტანდარტულია, ვიდრე ჯოზეფ ბაიდენი იყო, რომელიც ასევე იქადნებოდა, მოდი ვიყოთ
გულახდილდი. ლინცი გრემი ამბობს რომ რუსეთი არ გამოხატავს ნამდვილ მზადყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისა. პუტინმა არასწორად შეაფაზა პრეზიდენტი ტრამპი. ვიმედოვნებ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ჩინეთი მივა, აგერ თქვენ, რომ რუსეთი ახლა როცა რუსეთის არის ჩინეთის ომი, პროქსი ომი, ხო? რუსეთს აღარ დაეხმაროს თუნდაც ისე. მე არ მგონია, რომ ის ეხმარება ძალიან სერიოზულად, მაგრამ ასაზრდოებს, ასუნთქებს, ხო? ინდოეთი და ბრაზილია და ინდოეთი მივა პირველ ყოვლისა, რომლებიც პუტინის სამხედრო მანქანას უჭერენ ხალხს, ძალიან მალე გადაიხდიან დიდი ხნის განმავლობაში გადაუხდელ ფასო, ამბობს ლინცი გრემი. მაგრამ ეს არ არის თავარ სათქმელს ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. ამასობაში მნიშვნელოვანი ამბავია, რომ დონეცკისკენ რომ არ ვიხედებით ხოლმე ჩვენ, დონეცკის ოლქი იგულისხმება. და როგორ გონია, რომ დონეცკის ოლქი ამ ეტაპზე მაინც მისაკუთრებული აქვს რუსეთს. ოკუპირებული ეს დონეცკი დრონები რა მაგარი რამეა, ხო? ანუ ავიაცია გჭირდება, ეს მძიმე ავიაცია, ასე ვიტყვი. არამედ ძალიან იაფად შენ აყენებ ისეთივე ზარალს აყენებ ოკუპანტ მოწინააღმდეგე მხარეს, როგორცაც მიაყენებდი შენი ავიაციის აფრენის შემთხვევაში, ავიაციით მათ ტერიტორიების დაბომბვის შემთხვევაში და დონეცკი იბომბება მეთქი. მე ხავს ქროლავ რომ მივიდე იმ გადაწყვეტებამდე კი არა. ხო, ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია კი არა კადრები იმის თაობაზე, სწორედ დრონების გადამჭერი დრონებიც, ანუ დრონები ხო სხვადასხვანაირია და დრონების გადამჭერი დრონებით როგორ დაგულაობენ და როგორ დადიან პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები ყურებიან ცაში აქეთ-იქით, რომ მან დრამე არ მოხდეს და შეიძლება მოხდეს. შერემოწივო და ვნუკევო თუ გაჩერდა დრონების მათ შორის და ასევე კიბერშეტევის შედეგად გაჩერდა 100 რეისი გადაიდო. 100 და სერვერებია განადგურებული კიბერშეტევის შედეგად. ვინ გამორიცხავს საბოლოო ჯამში, რომ ერთი სრიალდეს, შეფრინდეს პატარა დრონუკა წითელ მოედანზე და თვით პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ჩაძაღლდება, ათრეთუგიან კი არა, მალე ასეთი მეთოდით ჩააძაღლოს დრონმა და აბა ვის ეგონა მურმანსკში რომ ჩატარდებოდა სპეცოპერაცია და ირკუტსკში რუსეთის ტრიადის, ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი ელემენტი პრაქტიკულად რომ ერთ-ერთი განშტო პრაქტიკულად რომ განადგურდებოდა და რატო გამორიცხავთ რომ წითელ მოედანზე მიფრინდეს დრონუკა? არა, მივდივარ იმ ინფორმაციამდე. მედვედევის განცხადება. ტრამპი ულტიმატუმების თამაშობს რუსეთთან 50 დღე. ეს 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს. რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი. რუსეთი ყოველი ახალი ულტიმატუმის აფრთხია შეერთებული დასავლეთისთვის და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. საუბარია ომზე არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის საკუთარ ქვეყანასთან. დონალდ არ წახვიდე მძინარე ბაიდენის გზით, ჯოზეფის გზით. ამასობაში კანადის თავდაცვის მინისტრი, ამასობაში სხვები, ამასობაში ტრამპი მიმართ განცხადებას მიუბრუნდები. სასაცილო ის არის, რომ რუსეთს არც დიდი ეკონომიკა აქვს, ნახეთ რას ამბობს, რომ არ მოგწონდა ის ტრამპი. არც დიდი ეკონომიკა აქვს, და ამ დროს ისინი ძალიან რთულ პერიოდში იმყოფებიან, იმიტომ რომ ნავთობიც დავარდა 47%-მდე, ხო, რუსული. $47-მდე. ეს მცირე ეკონომიკაა. მათ სამხედრო ძალა არ აქვთ, მაგრამ ძლიერი ეკონომიკა თუ ადრე ჰქონდათ, უკვე აღარ აქვთ. რუსეთი ძალიან მდიდარი შეიძლება იყოს და ამის ყველა შესაძლებლობა ჩაკლულია. პუტინი მუდამ ლაპარაკობს, რომ სურს ვაჭრობა ჩვენთან, თითქოს მას სურდა ამის გაკეთება, მე წარმომედგინა, აი ნახეთ ას ამბობს. როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით ამ ტრამპს, ეს ის პერიოდია, როცა მას წარმოედგინა, ის ადასტურებს იმას, რომ პრინციპში საკრიტიკო იყო. ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. მათ უამრავი ღირებული რესურსი აქვთ, მიწის იშვიათი მეტალების კუთხით. მათ სერიოზული რესურსები გააჩნიათ, არა? თითქმის ყველა ტიპი გააჩნიათ, ანუ მენდელეევის პერიოდულ სისტემაშია, როგორც ჩარჩენილი, მე ვერაფერს ვერ ვქიმასე ამაზე და
რაც წარმოგიდგენია, ასე რომ რუსეთი ახლა მართლაც შეიძლება ძალიან დიდარი ყოფილიყო წარსულში. ამის ნაცვლად ისინი მთელ ფულს ომში ხარჯავენ, ყველაფერს ომში ხარჯავენ და ხალხის მკვლელობაში და ეს ჩემთვის გაუგებარია. ანუ მაშინვე იმ თავით უნდა მართლა უნდა როგორც ჩანს. და ამას უკვე ტრამპის აწუკე ყოფილი კრიტიკოსებიც ამერიკელები ადასტურებენ, რომლებიც მაშინ ვერ ჩახვდნენ და ჩვენ თუ ვერ ჩავხვდით, რა პრობლემაა საბოლოო ჯამში გვაკრიტიკებთ ახლა ტრამპის მომხრეები მაინც და მაინც, ხო? ჩვენ ვერ ჩავხვდით იმას, რომ ტრამპს თურმე უნდა ომის დასრულება მართლა და ყველაფერზე, მათ შორის ღირებულებებზეც კი. ამბობდა უარს, ოღონდ ამ მუცელ ამოუყორავმა ქვეყანამ რუსეთმა ეს ოფერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათ შორის კელოგის მიერ გახმიანებული რამდენიმეჯერ უკრაინა გაიყოფა, როგორ ნათქვამი, როგორც არ დაყოფილიყო ეს ნათქვამი, ხო? და რაღაცა უკრაინა უნდა შეეგუოს, რომ ვერ გააკონტროლებს მთელ მის ტერიტორიას, რამდენი ხანი არ გსმიათ ვიტკოფის და ჯეიდი ვენსის ჩართულობის თაობაზე. ტრამპმა და რუბიომ აიღეს ლიდერობა. რუბიომ აიღო ლიდერობა ამ საკითხზე და ამიტომაც არის უფრო სწორი ჩარჩოებში მოქცეული, ოღონდ სწორი პოლიტიკა ახლა ვაშინგტონიდან, შეერთებული შტატებიდან უკრაინა რუსეთისთან დაკავშირებით. მეგონა ის სწრაფად დაასრულებდა ამ ყველაფერს, როცა ეგონა მაშინ ვაკრიტიკებდით. ხო? მართლა ვფიქრობდი, რომ დაასრულებდა, მაგრამ ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ დასრულდება, ისევ კვლელობებს აგრძელებს და მე დავუბრუნდები მედვედევის გაცხადებას. მედვედევმა აკეიცით თქვენ და მეგითხარით, რომ რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი, ყოველი ახალი ულტიმატუმი საფრთხეა ომის და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, საუბარია ომზე, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის საკუთარ ქვეყანასთან დონალდ არწახვიდე მძინარე ჯოს გზით. მძინარე ჯოს გზით არ მიდის დონალდ ტრამპი, ის მიდის გაცილებით მძიმე, ოღონდ მივდივართ ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე, რამდენადაც რუსეთი არ ისვენებს, რამდენადაც რუსეთი არ ასრულებს ამ სპეცოპერაციად წოდებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რამდენადაც რუსეთი არადარას დიდებით არ დათმობს არათუ მთლიანად უკრაინას, არამედ მის იმ 5 რეგიონსაც კი, რომელთა ნაწილებიც მას ოკუპირებული აქვს ყირიმი მთლიანად და დანარჩენები ხარ ჩამაშლებიდოთ არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა. რუსეთი არ დათმობს 47-ზე კი არა. $24-ზე რო დაეცეს მისი ნავთობის ფასი, მაინც არ დათმობს. როგორ ამოიღებს ფულს, მოსთხოვს საკუთარ ოლიგარქებს, გაყიდის ღმერთმა უწყის რას, ჩინელებს შეეკრება და ყველაფერს დაუთმებს რუსეთის урალს იქით აღმოსავლეთით. მეტ ინვესტიციად წოდებულ რაღაც ფულს ამოიღებს, ოღონდაც კი ასაზრდოს, იმიტომ რომ პუტინი ვეღარც, არა მარტო აღარ, არამედ ვეღარც იხებს უკან, იმიტომ რომ ბრახდა დაბრიდავენ სამხედროები, რომლებიც მდიდრდებიან ამ ომით. ეგ რა მაგის პასუხია, ესეც სათქმელი. ანუ პუტინი თავად არის ჩიხში, ან ის უნდა დაბრიდოს ვიღაცამ, FSB-მ, GRU-მ, არ ვიცი, და დაამთავრონ რუსეთის ეს აგრესია და ეს იქნება შვება უკრაინისათვის და ყველასთვის, ბელარუსის და საქართველოს ჩათვლით და ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან შედარებითიოდათ მოვიცინებთ რუსეთის საყრდენს საქართველოში ბიზინა ივანიშვილს, ანუ დაბრიდონ პუტინი და მე მოვიდეს ვინმე არ ვიცი, ამნიშნულად დმიტრიევი, ლავროვი, თუნდაც ლავროვი არ მოვა, მაგრამ სხვა მაგალითად რაღაც ივანოვი, პეტროვი, რომელიც სიტყვის რო ხო, კაი, დავამთავრეთ. ისე დაგვასუსტეთ, რომ დავამთავრეთ, რუსეთი აღარ არის იმპერიული ძრახვებისა, გავდივართ მთლიანად უკრაინის ტერიტორიიდან. ან პუტინმა უნდა გააგრძელოს რამდენი წელსაც აგდია, უნდა გააგრძელოს ბოლომდე 2 წელი, 3 წელი, 5 წელი, სადამდე შეძლებს. ოღონდ როგორღაც ხოდა დასრულდეს ეს ომი. აი თუნდაც 5 წლის შემდეგ. უკრაინა გაძლებს ამ 5 წლის განმავლობაში. ტრამპი იქნება თუ ტრამპის მემკვიდრე, ხო? გააძლებინებენ ევროპელები პირველ ყოვლისა, აი კანადამ მაგალითად თქვა, რომ სადამდე საჭიროა, იქამდე კი არ დავეხმარებითო. უკრაინასო, სანამ არ გაიმარჯვებს, მანამდე დავეხმარებითო. ეს ყველაფერი გასაგებია მე-19 წუთის ბოლოს. ეხლა ისმის კითხვა, როგორი აბაროტი უკაცრავად რუსულისთვის შეიძლება მიიღოს ომმა რუსეთსა და უკრაინას შორის. ღიად შეერთებული შტატები არ ჩაერთვება, ანუ მისი ბიორი სპირიტი არ აფრინდება და არ დაბომბავს კრემლს. ეს გასაგებია. მაგრამ ისე ჭედავს პუტინი, ისე ჭედავს, რომ მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინული დრონების შეღწევა შიგნით კალცევოიზე მოსკოვში, ან პეტერბურგში, ან აფრენილი დრონები ღმერთმა უწყის რომელი სახელმწიფოდან და მე გაგიჟდება ეს რუსეთი, ხო? ეს მოხდეს. და შიგნით რუსეთში დაითესოს პანიკა, არა მარტო
არა მარტო რუსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც უკვე განხორციელდა შეტევები, არა მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებს ნაწილობრივ მაინც რუსეთი, როგორც უკრაინის ტერიტორიებია, ხო, მაგალითად დონეცკში, ან თქვათ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად კურსკში, ხო? ან რა ვიცი, ბელგოროდში. არა ბრიანსკში, ხო, არამედ იქაც, სადაც წარმოდგეთ, არც ვერ წარმოედგინათ ამის თვალსაჩინოებები, ამის შეპარულობები, ხო, შეპარულობები, პროფესორის სიტყვა, ალბათ, უკვე ხდება. Რაღაცა ჩაიკეტა შერებეჭევა ღმერთმა უცხის, მე რამდენე და ვნუკოვო, რაღაცა აფეთქდა სერვერები, ჰაკერებმა და მიააფეთქეს, ხო? ააფეთქეს ეს ყველაფერი. Რაღაცა დრონები შეფრინდნენ. ეს დრონები მე გადმოფრინდებიან და არ მხოლოდ სამთავრობო დაჩებს დაარტყავენ, არამედ ვინც ის იქნება და მიდის მე-18 სართულს მოხვდეს, ისეთ შენობაა რა, იცით ხო? სტალინური არქიტექტურის თუ არ ვწდები, კი რა არ ვწდები, ხო? და რა იცით რომ არ მოხდება. და ეს დათესავს პანიკას. მე საერთოდ ვარაუდობ, რომ ეს მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ასე არ დასრულდება რა, ეს ომი გადაინაცვლებს მოსკოვის კი არა ცენტრალური რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ მურმანსკსა და ომსკსა და სახალინზე კი არა, მოსკოვ-პეტერბურგში. ასე გეტყვით და იქნება თან არის ამის შესაძლებლობები, ხო? იმიტომ რომ ერთი დრონი აქ იგით ხარით აზიანებს იმასაც ვერ აზიანებს ხანდახან პირობითად სუ 25 არა 17, არა, ვუტრირებ, მაგრამ მაინც. ანუ რუსეთში, მოსკოვსა და პეტერბურგში ერმიტაჟს რომ მოხდეს. არა, მე დაიწყებენ რასაკვირველია პაპუაშვილები და სოფლიო საგანძური ნადგურდებაო იტყვიან, ხო? მაგრამ აქ უკრაინა ნადგურდება და რა სოფლიო საგანძური, ხო? რა ის ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებიც ერმიტაჟში არის, განა არა დაცული. რასაკვირველია ის არ არის პირველი, ხო, უმთავრესი საგანძური მან ერმიტაჟში არ ინახება სხვაგან და სხვაგან განსაკუთრებით ცხადია ევროპაში, ევროპა უფრო მდიდარია ლუვრის გახსენება. საკმარისია, ხო? ან რაღაც ავსტრიაში, არ ვიცი. მოგვია ბელვედერის, მაგრამ მაინც. ხო და რუსეთში დამთავრდება ეს ომი. რუსეთში და არ ვიცი, ხელოვნური ინტელექტს გააკეთებინებ, მაგრამ აი ჩამომხრჩვალს თვითმკვლელს ან ტვინ გასხმულს ნახავთ. ვერ გეტყვით ცხადია როდის, მაგრამ ნახავთ არაბუნებრივი სიკვდილით მკვდარ ვლადიმირ პუტინს. ზედდართულ მედვედევსაც, რომელიც 100%-ნი 100%-იანი თავს იკლავს. და სხვებს. რომელი საათია? გასაგებია. პაპუაშვილი კიდე მისწიროდეს ამ რუსებს